ჩვენთან სტუმრათა ძალიან პატივსაცემი ადამიანი, თავისი ხელობის, ქართული ნამდვილი ხელობის ერთგული ადამიანი, ბატონი გიორგი ტატულაშვილი გორიდან. კი, ნამდვილად. ძალიან ლამაზი თეფშები ჩამოგვიტანა. მე ვთხოვე მას რომ ჩვენთვის დაემზადებინა, ეხლა თქვენთან ერთად ვნახოთ და მასთან ერთად რა გამოუვიდა. ეჭვიც არ მეპარება რომ სასწაულია. ბატონ გიორგი, თქვენ ამასობაში გითხარით. ეს რა საქმეა და რა ხელობაა, რაც ეხლა თქვენ ხელობა ესე პაპა ჩემმა დაიწყო ჯერ კიდე მე-19 საუკუნის ბოლოს. იქ ღუმელი მაქვს ალბათ თქვენ რო ჩამობზანდებით ბატონო ზურაბ ნახავთ. სულ ყველა სხვადასხვანაირია. 13 ცალია. თუ არ მოგეწენებათ რომელიმე იმას სწავლეთ. როგორ შეიძლება თქვენი გაკეთებული მე არ მომეწონა. თქვენი პაპის ნაშრომი ბევრი მაქვს კოლექციაში, თქვენი მამისაც. ხო, ეხლა და მინდოდა რომ თქვენი ბევრია მუზეუმებშიც. ნახე რა სილამაზე. ორი ერთნაირი არ იქნება. ამ კერამიკის სილამაზე მდგომარეობს იმაში, რომ ორნამენტი ძალიან მარტივია და ქართულია. და ქართულია რა თქმა უნდა. ფერებიც ქართულია. ქართული ფერები იყო, ესე თეთრი და მწვანეთი მოხატული. მარტო ეგ იყო და 1000-ში ერთხელ აკეთებდნენ ყვითელ ფერსაც. არის ყვითლები ბაბუა თქვენისა, პაპა თქვენისა. ყვითელიც არის. ერბოს ქილები მაქვს ყვითლი სილამაზიანა. ქაშანური ქვია მაგას? სწორად ვეძახით თუ არ ვეძახით? რა არის აბა? მოჭიქული ჭურჭელი რა. მოჭიქული ჭურჭელი. მაგას ესე იგი გორში ძალიან ბევრი ოსტატი იყო. ძალიან ბევრი. და ერთ-ერთი გამორჩეული იყო პაპაჩელი. პაპაჩელი მარტო ეხლა მე საერთოდ მშენებელი ინჟინერი ვიყავი და მშენებლობაზე ვმუშაობდი 30 წელი. დიდი თანამდებობებიც მქონდა, მაგრამ მე ვასწავლიდი პროფესიულში, სიმართლე მშენებლობას 2008 წლის ომის შემდეგ. რო დაიწყო მე ორივეგან გააუქმეს ჩემი სპეციალობები, სამუშაო აღარ მქონდა, ყველაფერი იყო სახში დატოვილი და დავიწყე მამაპაპური ხელობა. ამაზე კაი რა უნდა გააკეთოთ? დავიწყე. ადრე გაეუქმებინათ მეთქი მე ვიძახი. მე მგონი ყველაზე კაი თანამდებობა ეხლა გაქვთ. კი. უფროსი არავინ არ ამყავს. ყველაფერი მე ვარ. თიხა რა არის? თიხა ქართველი კაცისთვის თიხა რა არის? თიხა ყველაფერი იყო ქართველი კაცისთვის და ეხლაც. მაშინ ეხლა მე ბავშვები მომდიან ხოლმე ბევრი და რო უყვები ისტორიას. ხო არაფერი არ არსებობდა, იყო მარტო თიხა. თიხის განკეთდებოდა ჯამი, გინდოდა შესანახი, მურაბა, გინდა წრილი გინდა ყველაფერს შეინახავდნენ ჩვენი წინაპრები. ღვინის ჭურჭელი. ღვინის ჭურჭელი გინდა ყველაფერი აბსოლუტურად. როგორ მომწონს. მე გმინდოდა რომ მოგწონებოდა. ერთი მეორეზე ლამაზებია, ერთი მეორეზე. ვინ გააგრძელებს თქვენ საქმეს? ბევრი მოსწავლე გყავთ? კი მყავს, მაგრამ რა ვიცი, ძნელია ეხლა. რატოა თუ ძნელი? ძალიან არ უყვართ. აი თიხა, ძნელია რომ ვინმე გააგრძელოს. არ გეიმედებათ არავინ? ხო თქვით კაი ბიჭი მყავსო, მეუფესთან ერთად გავზარდეთ. მეუფესთან ერთად არის და მეუფემ ეხლა გაკვეთილების ჩატარებაც კი დაავალა იმ ბავშვს. მერე? ხო და ეს ჯარიდან რომ გამოვა მერე ის ჯარშია ეხლა? ჯარშია კარანტინში და მერე 2 დღე იქნება ჯარში და დანარჩენი მე რომ ვიყო ჯარის უფროსი გავათავისუფლებდი ჯარიდან და თქვენთან გამოვუშვებდი. ნახე მანებიანი რა ლამაზი. ბუთა ქვია მაგას. რას ქვია ბუთა? აი ამას. აბა მანებს რო ვეძახით? ძველი ქართულ სუფრაზე მაქვს მე წიგნი და ბუთას წერია აი ამაზე. ბუთა ეს ძველი იქიდან რა ქვია. როგორ გამახარეთ? ეს ფერი რისგან მიიღება ჩვენს? ეგ არის შაბიაბანი და სპილენძის ჟანგი, სხვა არაფერი. შაბიაბანი და სპილენძის ჟანგი. იგივე სპილენძის ჟანგი, დინა შაბიაბანის არ გაურიო და ადრე მაგით ხატავდნენ, მეტი ხო არაფერი არ აქვს. წერნაკი? წერნაკი კიდე სხვა არის, ის თიხაა უკვე. წერნაკს ადერდნენ აი მოუჭიქავ ჭურჭელზე, სანამ სველია რომ გააკეთებდნენ, მანამ წერნაკს დაადებდნენ. ძალიან მადლობელი ვარ რომ ჩამობრძანდით. მე თქვენთან აუცილებლად მოვალ. თქვენ სახელოსნოში ხო შეგპირდით? კი. უსათუოდ მოვალ თქვენთან. შეპირებული ხართ რამდენი ხნის? ხო და მე მოვალ. ორიაში გავლაზე შემოიარეთ. აუცილებლად მოვალ.
თქვენ კაი ღვინოც გექნება. კი, ჩემი ხეივნის ღვინო მაქვს, ხეივანი, კაი პატარა ყვავილების ბაღიც აქვს, ყველაფერი მაქვს. მადლობა დიდი. სილამაზე რომ მოდის ახლა სტუმარი მომდიან მე იქ მუზეუმი და სახელოსნო ერთად როა ბევრი ქვეყნებიდან მოდიან, ძალიან ბევრი, რა ვიცი, სულ ყველა ქვეყნიდან თითქმის რა მთელი მსოფლიოდან და სილამაზეც ხო უნდა იყოს, რომ შემოდის ყვავილს რო დაინახავს და იმას ექსოს ხო. აი როგორც ახლა გამეხარ ტიტები როა, ჩემი სულ ტიტებით არის ახლა. ახლა არის საფრთხე. ხელოვან ადამიანი ყველაფერში ნიჭიერი და ხელოვანია.